მოგესალმებით ყველას, მე ვარ თამუნა და ეს არის ჩემი YouTube არხი მესხი ვლოგი, სადაც ჩვენ ვსაუბრობთ ქსოვაზე და ქსოვასთან დაკავშირებულ თემებზე. თუ თქვენთვის ეს თემა საინტერესოა, გამოიწერეთ ჩემი არხი, მოიწონეთ ვიდეო და გამომყევით ამ საინტერესო გზაზე. პირველ რიგში, სანამ დავიწყებთ ამ ვიდეოს ყურებას და გავიგებთ საერთოდ რას ეხება, მინდა ვისარგებლო მომენტით და მოგილოცოთ უკვე დამდგარი 2025 წელი. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის და თქვენი ოჯახებისთვის, თქვენი საყვარელი ხალხისთვის იქნება ბედნიერების და სიმშვიდის მომტანი. ასევე იმედი მაქვს, რომ იგივენაირად იქნება ჩემი და ჩემი საყვარელი ხალხისთვის და ოჯახისთვის. ასე რომ კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს და გისურვებთ წარმატებულ, შვიდ და პროდუქტიულ წელიწადს. ასევე მინდა მოგილოცოთ დღევანდელი დღე. დღეს არის 19 იანვარი, ნათლისღების ბრწყინვალე დღესასწაული და ზუსტად ამ დღიდან გამომდინარე ვარ სახლში, მაქვს დასვენების დღე და შესაძლებლობა რომ გადავიღო ეს ვიდეო და მივულოცო მთელ საქართველოს ასეთი მნიშვნელოვანი დღესასწაულები, რაც ჩვენ იანვარში გვაქვს. მას შემდეგ, რაც ჩემთვის მნიშვნელოვანი მოლოცვები გავაჟღერე, ასევე მინდა მადლობა გადავუხადო ყველას დაბადების დღის მოლოცვისთვის. წინა ვიდეოს კომენტარებში მქონდა ესეთი ბედნიერი მომენტები, როდესაც მილოცავდნენ დაბადების დღეს, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა და ახლა უკვე შეგვიძლია დავიწყოთ ამ ვიდეოს აზრზე საუბარი. რას ეხება და რატომ გადავწყვიტე რომ ეს ვიდეო ჩამეწერა. ამ ვიდეოში მინდა გაგიზიაროთ ერთი ნამუშევრის ისტორია, რომელზეც მუშაობდი ახალი წლის დღესასწაულები თავიდან ბოლომდე, ყოველ დღე. რადგან არის ძალიან წვრილი ჩხირი შესრულებული და თან სასწრაფოდ იყო მოსაქსოვი კონკრეტული დღისთვის. მოვლენებს წინ რომ არ გავუსწრო, ქრონოლოგიურად მივყვები ყველა დეტალს. წინა ვიდეოში მე თქვენ გაგიზიარეთ ნამუშევრის ნიმუში, რომელიც ვთქვი რომ მაქვს მოსაქსოვი 11 იანვრისთვის. თუ არ გინახავთ წინა ვიდეო, აუცილებლად დაგიტოვებთ მინიშნებას, სად უნდა გადახვიდეთ რომ ნახოთ. იქ მქონდა გაზიარებული თქვენთვის ნიმუში ბორდოსფერ და ლურჯ ფერში მოქსოვილი, რომელიც იყო შეკვეთილი კონკრეტული პიროვნებისთვის. ზოგადად ყველა შეკვეთა კონკრეტული პიროვნებისთვის არის, მაგრამ კონკრეტული პიროვნებისთვის, კონკრეტული მოთხოვნებით და კონკრეტული ნიმუშის საფუძველზე. ანუ მე გამომიგზავნეს ფოტოები და ზომები ნივთის, რომლის რეპლიკაც უნდა გამეკეთებინა, მაქსიმალურად მიახლოვებული, რა თქმა უნდა, რადგან წინა ნივთი იყო შესრულებული მანქანაზე და მე ჯერჯერობით მაგის შესაძლებლობა არ მაქვს. მოკლედ, მთელი ეს პერიოდი ვიმუშავე ამ ნივთზე და მოდით ახლა ჯერ გაჩვენებთ ნაწყვეტებს, რაც გადავიღებ პროცესში და მე ისევ დაგიბრუნდებით და ვისაუბროთ უკვე რა სირთულეებს წავაწყდი, იყო თუ არა რაიმე დასარღვევი და ზოგადად როგორ ჩაიარა მთელმა ქსოვის პროცესმა. ასე რომ, გავაგრძელოთ ყურება, ვნახოთ ნაწყვეტები და მე ისევ დავბრუნდები. Easy გადადეოდი.
როგორც ნახეთ, საკმაოდ აქტიური პროცესი იყო. პარალელურად ვერ ვიტყვი, რომ რამეზე კიდევ მუშაობდი. სულ 2 ნივთი მქონდა პროცესში, რომელსაც უკვე შემდეგ ვიდეო ვლოგში გაგიზიარებთ. ახლა კი მინდა გაჩვენოთ, როგორ გამოიყურება ეს ნივთი დასრულებული, ჯერ ხელში გაჩვენებ და მერე ვიდეოებს ჩავთავ პარალელურად, როგორ გამოიყურება ეს ნივთი ჩემს მეუღლეზე. ნივთი გამოიყურება კონკრეტულად აი ესე. ახლო კადრით, რა თქმა უნდა, ყველაფერს გაგიზიარებთ, როგორი ნაკსოვია, ეს მთლიანად არ ეტყევა კადრში, რადგან დიდია. ისე რომ გავწიო უკან, რომ ნახოთ მასშტაბი. აი ესეთი გამოვიდა. ყველაზე მეტად რაც მეამაყება, ეს არის ელვა, რომელიც ხელით ჩავდგი და ამის ვიდეოს თქვენ უკვე იხილეთ. მოკლედ, ეს არის რეგლანის ტექნიკით მოქსოვილი, დავიწყე იტალიური დაწყებითი რიგით, მოვქსოვე რეზინი, მერე გავაკეთე იმიტაცია კიტლოვკის, ქართულად არ ვიცი რა ქვია მართლა, და გადავედი კლასიკური რეგლანის ქსოვაზე, რომ მიმეღო ესეთი ნივთი. უკნიდან არის აი ესე. ძაფი არის 100%-ით ქაშმირი. ძაფი მოვიტანე, რომ ბარემ კადრში გაჩვენოთ. ძაფი არის 100% ქაშმირი. ქაშმირ 3x2/28. გრძელი სათაური აქვს. ეს არის როდინა იარნის 100%-იანი ქაშმირი, 100%-იანი ქაშმირი, 25 გრამი, 112 მეტრი. ესეთი პატარა ბურთულები, 25 გრამიანები. კონკრეტულად აი ამ ნივთზე დამჭირდა 13 ცალი და მე-13-დან დამრჩა სულ 5 გრამი. წვრილი 3 მმ-იანი ჩხირით ვქსოვე და წვრილი 3 მმ-იანი ჩხირით ვქსოვე ეს კონკრეტული ნივთი, თავიდან ბოლომდე, რეზინაც და ძირითადი ნაკსოვიც. რაც შეეხება ლურჯ ძაფს, ესეც არის 100% ქაშმირი ბაბინის ძაფი, თუმცა მეტრაჟი სამწუხაროდ ჩემთვის ცნობილი არ იყო. 2 წვერში ვიმუშავე ლურჯ ფერზე და 1 წვერში ვიმუშავე ქაშმირზე. და მოკლედ ძალიან ისეთი სასიამოვნო ქსოვა აღმოჩნდა. ნიმუშის მერე გავაკეთე გამოთვლები, რამაც ხელი შემიწყო, რომ არც ერთი დარღვევა არ მქონია, ანუ როგორც კი დავიწყე ნივთი, ერთხელ არ დამირღვევია, ერთხელ არ გადამიკეთებია, არაფერი შეცდომა არ იყო, ზომა დაჯდა ზუსტად ის, რაც მჭირდებოდა და რაც მქონდა ნიმუშის მიხედვით გამოთვლილი და რა ზომებიც მთხოვა დამკვეთმა. ერთადერთხელ დავარღვიე 3 რიგი კლავზე, მოკლებები უნდა გამეკეთებინა და ისიც იმიტომ, რომ პარალელურად ვესაუბრებოდი დედას და გავერთე ლაპარაკში და გავიარე ეს რიგები ისე, რომ დამავიწყდა, რომ უნდა გამეკეთებინა მოკლება, მოვარღვიე 3 რიგი, გავაკეთე მოკლება და გავაგრძელე ქსოვა. ყველანაირად უპრობლემოდ მოიქსოვა, ზუსტად იმიტომ, რომ ნიმუში იყო საკმაოდ ისეთი დიდი ზომის და ინფორმატიული. წინა ვიდეოში შეგიძლიათ ნახოთ, როგორი ნიმუში გამომივიდა. ნიმუშის მონაცემები მქონდა 3 მმ ჩხირზე, 3 თვალი სიგანეში, ანუ 3 თვალი და 4 რიგი 1 სანტიმეტრში. აქ მაქვს 70 სანტიმეტრი მთლიანად. ანუ 70 სანტიმეტრის მოსაქსოვად გავამრავლებთ 4-ზე და ამდენი რიგის მოქსოვა მომიწია. წრეზე კი მქონდა აი აქ უკვე, რომ მას მერე რაც მკლავები გავყავი და ცალკე გადავიტანე 300 რიგი. თვალი, 300 თვალი. და 3 მმ ჩხირი, ანუ ძალიან ნელა იქსოვებოდა. ბოლოს უკვე მივედი იმ კონდიციამდე, რომ მეგობრები რომ მოდიოდნენ ჩვენთან სტუმრად და ვუყურებდით რაიმე ფილმს ან სერიალს, საშინელებათა და ფილმის ფონზეც კი ვიჯექი და ვქსოვდი, იმიტომ რომ დროში ვიყავი შეზღუდული. მიუხედავდა მისა 11 რიცხვისთვის მაინც ვერ მოვასწარი. და რაზეც ძალიან გული მწყდება, იმიტომ რომ დავპირდით ადამიანს, რომ იქნებოდა მზად და ვერ მოვასწარი. ანუ ესეთი რაღაცები ზოგადად არ მჩვევია და ძალიან განვიცადე. რაც შეეხება ელვას, რომელიც არის ჩადგმული,
აი ახლა თქვენ ხედავთ კადრში, აი აქ არის ელვა ჩადგმული, შიდა მხრიდანაც გაჩვენებთ. მას შემდეგ რაც მოგსოვე მთლიანად ნივთი, მოგსოვე აი ეს პლანკა ორფენიანი, ანუ შიგნიდანაც და გარედანაც იყო ღია, დავხურე სხვა ფერის ძაფით, ესეც ვიდეოში უკვე იხილეთ. მერე ჩავდგი ღია თვლების გამოყენებით ელვა და აქ პრობლემა იყო ის, რომ აი ამ ადგილას ოთხკუთხედი ფორმა უნდა მიმეღო, ანუ ესეთი კუთხოვანი და ელვა უნდა ჩამესვა ისე, რომ აი ეს ფორმა შემენარჩუნებინა შესაბამისად თვითონ პლანკის ქსოვის დროს აქ მომიწია სამკუთხედი ვიზუალის მოკლებების გაკეთება, რომ ეს ფორმა, ანუ ეს კუთხოვანი ფორმა მიმეღო აი ამ მოკლებების ხარჯზე და მე უკვე როდესაც ელვას ჩავდგამდი, ყოფილიყო ეს ყველაფერი სიმეტრიული. შემდგომ იყო ჟაკარდის ნაკსოვი, აი ესეთი, რომელსაც ახლო კადრით ასევე გაჩვენებთ, როგორ გამოიყურება და ეს ჟაკარდი არის ძალიან მარტივი სქემით შესრულებული, ზუსტად 4 თვალი, 4 რიგი ჭირდება ამ უზორის მოქსოვას და 4 თვალი. 4-4-ზე იქსოვება ეს ნახატი, რაც ძალიან სწრაფი პროცესია რეალურად, როგორც კი გადავედი ჟაკარდზე, მე უკვე აი ისო, ანუ ვითვლიდი, როდის დასრულდება ეს ჟაკარდი, იმიტომ რომ პროცესი გაფარინდა, რასაც ქვია. მე უკვე ნუ წარმოიდგინეთ, რაღა დარჩა. ჟაკარდის მერე 3 რიგია მოქსოვილი ბორდოს ფერით და მერე არის მოქსოვილი რეზინი. ქვემოთაც ანალოგიურად და დახურვა რეზინის უკვე ნემსით. აი ესე მთლიანად დახურულია ნემსით ეს ყველაფერი, რაც ქარხნულ ვიზუალს აძლევს მთლიან ნივთს და უზომოდ კმაყოფილი ვარ ამ შედეგით. ახლა პარალელურად თან ჩავსვა ჩემ მეუღლეზე, როგორ გამოიყურება ეს ნივთი. ანუ ჩემ მეუღლეს ცოტა დიდი აქვს, სიმართლე რომ ვთქვათ, ანუ განიერია მისთვის ეს მოდელი და მე მგონი ცოტა მოკლეა სიგრძეში, ანუ უფრო მეტად მომწონს, როცა აცვია ცოტა ვიწრო და ნაკეცებიანი, აი რეზინა როდესაც თეზოებზე დგას და ცოტა ნაკეცები აქვს და ამ შემთხვევაში განიერი რადგან არის სწორი სილუეტი, რაც სიმართლე რომ ვთქვათ, დიდად მე მგონი არ მოუხდა, მაგრამ თავარი აზრი არ იყო ის, რომ მას მოუხდეს, არამედ ნივთი ვნახოთ ჩაცმულ მდგომარეობაში როგორ გამოიყურება. და მე მგონი კიდევ ერთი ესეთის მოქსოვა მომიწევს უფრო ნატურალურ ფერებში, იმიტომ რომ ძალიან მოეწონა როგორ გამოიყურება და როგორი პრაქტიკულია თუნდაც ელვა. მსგავსი ნივთები მისთვის არასდროს მომიქსოვია და რაღაცა ინტერესი გაჩნდა აშკარად. რაც შეეხება ამ ნივთს, დამკვეთს ფოტოების სახით ვაჩვენებ ჯერჯერობით და თვის ბოლოს მოხდება მარტო გადაცემა მისთვის. მანამდე კი აი ესეთი სილამაზე იქნება პეკინის 36-ში და დამთვალიერებლებს შეეძლებათ ნახონ და თუ ვინმე სურვილი ექნება, ისევ შეუკვეთონ და ჩვენ დიდი სიამოვნებით გავიმეორებ. მე პირადად დიდი სიამოვნებით გავიმეორებ. თუნდაც ისევ 3 მმ ჩხირით არ არის პრობლემა არანაირი. რაც შეეხება გარეცხვას, ქაშმირის ეს ნივთი ჩავსვამ ვიდეოებს, როგორ გავრეცხე.
ჩავსვამ ვიდეოებს, როგორ გავრეცხე, გაშრობა მოხდა, რა თქმა უნდა, იატაკზე, დაფენილ პლედებზე და პირსახოცებზე. საკმაოდ მალე გაშრა რეალურად ერთ ღამეში, მას მერე რაც გავრეცხე და გავავლე და ეს ყველაფერი მოხდა ხელით, ცივ წყალში, თხევადი საშუალებით, ტენემოლის საშუალებით, თუ მოვახერხე ფოტოს ჩავსვავ, თუ ვერ მოვახერხე, მერე შემდეგ ვიდეო ვლოგში უკვე გაგიზიარებთ, როგორ გამოიყურება ეს თხევადი საშუალება, რომელიც ძალიან კონცენტრირებულია და ძალიან ცოტა ჭირდება და ქაფდება ძალიან კარგად, მაგრამ ჩვენი მიზანი ზუსტად ქაფი არ არის, მაქსიმალურად ცოტა უნდა გამოვიყენოთ, რომ უბრალოდ დაიწყოს ქაფის წარმოქმნა, მაგრამ ესეთი მასიური არ გააკეთოს. თორე სხვა შემთხვევაში ქაფი ხელს უწყობს, რომ შეთელილი ვიზუალი მივიღოთ, რაც ჩვენ არ გვაწყობს. მას შემდეგ რაც გავრეცხე, გავავლე, პირსახოთში მოვათავსე, რულეტივით გადავახვიე და გავწურე, მოვათავსე უკვე იატაკზე, ჩემს სახელოსნოში გამოთბობლის ქვეშ გადის მილები, რომელიც ასწრაფებს შრობის პროცესს და ზუსტად ერთ ღამეში გაშრა მეორე დილით უკვე იღლის არეები, სადაც ნაკეცები მოუწია მკლავების გამო გავაშრე ადგილი უკვე მიზანმიმართულად და всё, მეტი არაფერი განსაკუთრებული ამ ნივთს აღარ დაჭირვებია. ეხლა უკვე მზად არის იმისთვის, რომ ადამიანმა ჩაიცვას, ისიამოვნოს პროცესით, მე კი კიდევ ერთი გამოწვევა, ესე რომ ვთქვათ, ჩელენჯი შევასრულე, გავუმკლავდი და რითაც ძალიან ბედნიერი და კმაყოფილი ვარ. რაც შეეხება ჩვენს მომდევნო გეგმებს, შემდეგი ვიდეო გამოვა უკვე ტრადიციულად 4 შაბათს და ვეცდები, რომ ყველა მომდევნო ვიდეო გამოვიდეს 4 შაბათობით, მინდა დავუბრუნდე აი ამ პრინციპს, რომ ყველამ ვიცით, რომ მესხი ვლოგზე ვიდეოს ველოდებით 4 შაბათობით. ბევრად უფრო პრაქტიკული აღმოჩნდა ჩემთვის ეს სისტემა, ესეთი განრიგი და მინდა რომ ამ ყველაფერს დავუბრუნდე. შემდეგ ვიდეოში თქვენ დაგხვდებათ არც ისე ბევრი დასრულებული ნივთი, მაგრამ ისეთი მნიშვნელოვანი ნივთები ჩემთვის პირადად და ძალიან ბევრი ძაფები, რომელიც ზოგი მე თვითონ შევიძინე, ზოგი საჩუქრად მერგო, არავისთვის არ არის საიდუმლო, რომ დეკემბერში მქონდა დაბადების დღე, პლუს ახალ წელთან ძალიან ახლოს არის და გაორმაგებული რაოდენობით საჩუქრებს ვიღებ ხოლმე ახალ წელს, რაც ძალიან მიხარია საჩუქრებს მიღებას და გაჩუქებაც. ასე რომ გაგიზიარებთ რა თქმა უნდა, რაც ქსოვას უკავშირდება, სხვა საჩუქრებს გვერდზე. ანუ რაც ქსოვას უკავშირდება, ყველაფერს გაგიზიარებთ, რადგან ერთ-ერთზე პირდაპირ ხელები მეკავება, რომ დავიწყო უკვე ახალი პროექტის ქსოვა. რა იქნება, როგორ იქნება, რაფერი იქნება, ყველაფერს შემდეგ ვიდეოში იხილავთ, რომლის გადაღების პროცესიც უკვე აქტიურად მიმდინარეობს. მაქვს ძალიან ბევრი ნაწყვეტი და უბრალოდ 4 შაბათამდე მჭირდება ესე სახით დავჯდა ისევ კადრში და შევკრა მთელი ვიდეო, რასაც რა თქმა უნდა აუცილებლად გავაკეთებ და 4 შაბათს უკვე იხილავთ მომდევნო ვლოგს. ასე რომ კიდევ ერთხელ გაგიმეორებთ, გამოიწერეთ ჩემი გვერდი, რომ არ გამოტოვოთ შემდეგი ვიდეოები, მოიწონეთ ეს ვიდეო, გაუზიარეთ თქვენს მქსოვილ მეგობრებს, რომ არსებობს ქართულ ინტერნეტ სივრცეში მსგავსი არხი, სადაც ვსაუბრობთ ჩვენ საყვარელ საქმიანობაზე, ვსაუბრობთ ჭხირებზე, ყაიზნაღებზე, ძაფებზე, ნაკსოვი ნივთების მოვლის პრინციპზე, იმიტომ რომ შემდეგ ვიდეოში მსგავსი ნაწყვეტი რჩება, როგორ გავრეცხოთ და მოვაწესრიგოთ ჩვენი ნაკსოვი ნივთები, ასე რომ თუ მართლა გიყვართ ეს საქმიანობა და თქვენთვის ეს საინტერესოა, გამომყევით და ერთად გავუდგეთ ამ არაჩვეულებრივ და ლამაზ გზას. ახლა დაგემშვიდობებით, გისურვებთ ბედნიერ კვირას და ბედნიერ წელს. ყველაფერი საუკეთესო, რაც ჩემთვის ვისურვებდი, თქვენც მთელი გულით გისურვებთ. ასე რომ, კეთილი იყოს ყველაფერთან და დავამატებ. ამ იანვრის თვეში მეხუთედი ჩემი გამომწერების მოვიდა ჩემთან ამ იანვრის თვეში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა ყველას. ძალიან დიდი მადლობა, რომ იწონებთ ჩემს ვიდეოებს, იწერთ ჩემს არხს, აკომენტარებთ, აბსოლუტურად ყველა კომენტარს ვკითხულობ და თუ რომელიმე კომენტარზე ესეთი ვრცელი პასუხი არ მაქვს გაცემული, მარტო იმიტომ, რომ ვამზადებ მასალას ერთ-ერთი ვიდეოსთვის, სადაც ვრცლად ვისაუბრებ
ყველა იმ კითხვაზე, რაც დამისვით, იქნება ეს ეწი, გაკვეთილები, როგორ ხდება გაყიდვა, როგორ ხდება დაფასება ნაქსოვი ნივთების, დამიჯერეთ ყველა კითხვა და ყველა კომენტარი ჩემთვის მნიშვნელოვანია, დიდ ყურადღებას ვაქცევ და არც ერთი არ დამიწყები, აბსოლუტურად ყველას ისეთ ვრცელ, განვრცობილ პასუხს გავცემ ერთ-ერთ მომდევნო ვიდეოში. თუ ამასობაში სხვა კითხვებიც დაგიგროვდათ, ქვემოთ დამიკომენტარეთ და დიდი სიამოვნებით ვისაუბროთ ჩვენთვის საინტერესო თემებზე. ახლა კი ნამდვილად გემშვიდობებით. ბედნიერ წელს გისურვებთ, ძალიან გამიხარდა ისევ ესე კამერით თქვენთან შეხვედრა და მომავალი ჩვენი შეხვედრა იქნება 4 შაბათს. იმდენი ხანია კამერასთან ასე არ დავმჯდარვენ, რომ უკვე ენა მებმება. ასე რომ დაგემშვიდობებით და აღარ დავკარგავ არც თქვენ და არც ჩემ დროს და მოკლედ ნახვამდის. ბედნიერი წელი მინდა რომ გისურვოთ კიდევ და კიდევ ერთხელ.